მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. მოგესალმებით აჭარის ტელევიზიისა და გადაცემა დარცის მაყურებლებო. მიხარია რომ დარცის ამ სეზონზე ბევრ საინტერესო ამბავს ერთად გავიგებთ. დარცის როგი უცვლელია. ვიყურებთ ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთზე. როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი ძალიან ბევრ საინტერესო იდეას და სიახლეს გთავაზობთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია არც მეტი არც ნაკლები, ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა მსახიობი ტამანგო ჟღერია. მე მგონი ეს ყველაფერი უკვე ეს სახელი და გვარი მეტყველებს ყველაფერზე რა. კი, ნამდვილად. ახლა გავიცნოთ და გავაცნოთ მაყურებელს უკეთეს. ჩვენ უკვე მოვედით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმართან ტამანგოსთან. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმე დრო. ძალიან დიდი მადლობა ასევე თქვენ რომ დაინტერესდით ჩემით. აღსანიშნავია რომ ძალიან პოზიტიურად დაიწყო ჩვენი შეხვედრა. ძალიან კარგად შევხვდით ერთმანეთს და ტამანგომ ძალიან კარგი პატარა სიმბოლური საჩუქრების მოგვიტანა. ესეთი სტუმარი იშვიათი არა, მე არ მინახავს. გაიხარით, ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მაინტერესებს და ალბათ ყველას აინტერესებს, ვინც გიცნობს, რატომ ტამანგო ხომ არ ნიშნავს რამეს, რაიმე დატვირთვა ხომ არ აქვს ამ სახელს. გეტყვი ჩემო კარგო, ეს კითხვა ჩემს ცხოვრებაში იყო, არის და მომავალშიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება რამდენი გადაცემაც არ უნდა ჩაიწეროს ამაზე და სადაც არ უნდა ვთქვა, ვიცი რომ ყოველთვის იქნება. მამა ჩემს ქვია ძალიან განსხვავებული სახელი, ტანგული ქვია თვითონ, თუ გაგიგიათ ასეთი სახელი? გაგიგიათ? მართლა გაგიგიათ? ტამანგო არა. ტამანგო, ტანგული გაგიგიათ. ძალიან საინტერესოა, პირველად გავიგე მე პირადად რომ მამა შემის გარდა ვინმე კიდე არის ტანგული, ძალიან მიხარია და უნდოდა რომ მეც მსგავსი განსხვავებული სახელი მქონოდა და ესე ვთქვათ გადაწყვიტა რომ ყოფილიყავი ტამანგო. პროსპერ მენიმეს ნაწარმოები არის ტამანგო. ფილმიც არის გადაღებული ტამანგო. არ მინდოდა მოკლედ ცხენსაც ქვია ტამანგო, ესეთი ამბავიც გავიგე. სუნამოების ბრენდებსაც ქვია ტამანგო და მოკლედ იმდენი რაღაც მოვიძიე. რაიმეფას დაკლება დავფიქრდები და გადაცემის მერე. თავიდან იყო პატარა კომპლექსები, მაინც უცხო სახელი რო იყო, რაღაცნაირად გზნობდი თავს, მაგრამ მოკლედ როცა ხუმრობდნენ ჩემი მეგობარი ბიჭები რომ რა ტამანგო რა სახელია ისა, იქ გოგონები იყვნენ, ერთ-ერთი მომწონდა და მან თქვა რომ ძალიან განსხვავებული სახელი ქვია ამ ბიჭსო, თქვენ ყველას ერთნაირი სახელები რო ქვიათო, ტამანგო რა კარგად ჟღერსო და უცხო სახელიაო და მე იქ წელში გავიმართე, მას შემდეგ მორჩა, დაიმსხვრა და დაიფშნა ეს პატარა კომპლექსი და მეც ასე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სახელია და ჩემს პროფესიაშიც გონია, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს სახელი. ნამდვილად დასამახსოვრებელი. გამახსოვრდები ხალხს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. დაასრულა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს ფაკულტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი და მიგიწვიეს უკვე როგორც ბათუმის დრამატულ თეატრში, როგორც მსახიობი. და აი რა როლები გაქვს ნათამაშები, რომელ სპექტაკლებში შეია ამის შესახებ რომ მოგვი? კი ბატონო, დავამთავრე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ბატონ მერაბ ლებანიძესთან, რითიც ვამაყობთ მე და ჩემი ჯგუფელები. მოხდა ისე რომ მეორე კურსიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა ქალბატონმა მარინა ბურდულმა მე და ჩემს ჯგუფელებს ესეთი სასიხარულო ამბავი მოგვიტანა რომ თეატრში ჭირდებათ ახალგაზრდების სპექტაკლშიო, ჩვენ მაშინვე გავგიჟდით, აბა რა ხდება, რა მეორე კურსზე ვართ, რა სპექტაკლი უკვე სცენაზე, შოქში ვიყავით. ბერტოლტ ბრეხტის დედა კურაჟი, გაგა გოშაძემ დადგა და 4 ბიჭი მივედით თეატრში. და მას შემდეგ იყო სხვადასხვა სპექტაკლები, პირადად მე მას შემდეგ ვითამაშე მე ვხედავ მზეს პეტრე ჩარგეიშვილის რეჟისორობით, შემდეგ იყო მოკვეთილი ვატო ჯუღელის რეჟისორობით და ვიტყოდი რომ აი ეს ეხლა მეხუთე სპექტაკლი არის, რაც გინახავს ვეღარ ნახავ და რა თქმა უნდა ყველა როლი მნიშვნელოვანია, ყველა როლი საფიქრალია, სანერვიულოა, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა პირველად მომეცა რომ ბათუმელი მაყურებლის წინაშე წავდგე უფრო მნიშვნელოვანი როლით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმედებს არ გავაცვლებ და ყველაფერი იქნება მაღალ დონეზე. ჩვენც ამის იმედი გვაქვს და წარმატებებს გისურვებთ როგორც ველოდებით ვიცით. სპექტაკლზე იმედი მაქვს რომ მოხვალთ. 12 დიდი სიამოვნებით. ვთქვი, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის არის სპექტაკლი, რაც გინახავს ვეღარ ნახავ და აი რატომ არის უფრო სრულად რომ მოგვიყვა ამის შესახებ. კი ბატონო და დავიწყებ იმით რომ ბატონმა ალექსანდრემ ძალიან გაგვახარა ახალგაზრდები და არაერთ ახალგაზრდას მოგცა შესაძლებლობა რომ მეტად დატვირთული ყოფილიყავით თეატრში და ზოგადად თუ გადახედავთ აფიშას და რეპერტუარს თეატრი ნამდვილად ფუნქციონირებს ისე როგორც საჭიროა, მაყურებელი დადის
ყველაფერი მე ვფიქრობ კარგად არის და მომავალში იმედი მაქვს რომ უფრო კარგად იქნება. პირველ რიგში იმიტომ არის ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი რომ მსგავსი როლი არ მითამაშია ბათუმის დრამატულ თეატრში, ყველა იყო ეპიზოდური, ახლა ვერ ვიტყვი ეს ისეთი მთავარი როლია რომ ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია და ძალიან ვღელავ, დიდი გამოცდილება იქნება, მე ვფიქრობ რა ყველაფერი კარგად ჩაივლის და გელოდებით იმედი. წარმატებებს გისურვებთ. სხვათა შორის მეც მითამაშია სპექტაკლებში. პირველი ავტოგრაფის ფესტივალის მიხედვით პირველი საჯარო სკოლის დასი გამარჯვებულებით ყოფილვართ და ვფიქრობ, რომ თეატრში ერთხელ მაინც თუ შედგან ფეხს სცენაზე თუნდაც ისე მოგწამლავს, რომ ვეღარასდროს ვეღარ გამოაღწევ აქედან და თუ არა მსახიობი, კარგი მაყურებელი აუცილებლად დადგები. ნამდვილად ასეა და აქვე მინდა გითხრა, რომ მე ვესწრებოდი სპექტაკლებს პირველად ავტოგრაფის დავდივარ, როცა ვახერხებ, ძალიან კარგი ფესტივალია და ვუსურვებ წარმატებას და მეტ სიახლეს. კიდე სხვათა შორის აი ამ ფესტივალმა სწორედ ის გააკეთა, რომ ბავშვებში უფრო საინტერესო გახადა თეატრი და პოპულარიზაცია გაუწია, იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებ, ვფიქრობ, რომ უფრო შევსებულია თეატრი ახალგაზრდებით, რაც ძალიან საჭიროა. მე ძალიან მიხარობდა, როცა ბავშვების ესე ვთქვათ, შემოქმედებას ვნახულობდი, ძალიან დიდი დადებითი ემოცია და სიხარული მოდიოდა. მათ თვალებში იგრძნობოდა ის, რომ უხაროდათ ის, რასაც აკეთებდნენ. ბავშვს რომ სკოლიდანვე შეაყვარებ თეატრს და გაივლის ამ პროცესს, თეატრში ივლის, მასწავლებელი აუხსნის რა როგორ ხდება თეატრში, ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე ძალიან დადებითად იმოქმედებს და გისურვებთ, რომ თქვენც ხშირად დიაროთ თეატრში და დაიცი, მე იქნებ კიდევ ვითამაშო. მაშინ მე ცოტა ქრონოლოგიურად უკან დავბრუნდები და მაინტერესებს საერთოდ როგორ მეიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა გამხდარიყავი მსახიობი და ეს იქნებოდა შენი მომავლის პროფესია. ოჯახმა ხო არ იქონია გავლენა, აი ბავშვობაში მიიღე ეს გადაწყვეტილება და ცოტა მოგვიანებით ასაკში. მე მგონია ეს მაქვს ყველაფერი გენეტიკურად. ვინც დედაჩემს და მამაჩემს იცნობს, ის ადამიანები გამიგებენ, რასაც ვამბობ. მათ აქვთ საოცარი თეატრალური მონაცემები და ხშირად ხუმრობითაც ვამბობ, რომ თქვენ რომ მსახიობი ყოფილიყავით, მე თქვენთან შედარებით არაფერი არ ვიქნებოდი. საერთოდ მსახიობის არ ვიქნებოდი მეთქი, იმიტომ რომ მათ აქვთ რაღაც საოცარი ქარიზმა და საოცარი კარგი მაყურებელი. ნუ ხო, ალბათ მათი მაყურებელი ვიქნებოდი, კარგი. ჩემი ბავშვობის ვიდეოები რო ვნახე, დედაჩემი იყო ჩემი პირველი რეჟისორი, მიღებდა ვიდეოებს, მაკითხებდა ლექსებს, წარმოდგენები თუ იყო ბაღში, სკოლაში, ყველაფერში მე ლიდერობდი, გამოვდიოდი. ხო, აი ვცდილობდი და ნუ მოკლედ ბავშვობის ვიდეოები და კადრები რო ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ თურმე ეს მე თავიდანვე მინდოდა, უბრალოდ დრო დამჭირდა, რომ მიმხვდარიყავე. იყო სპორტი, თავიდან სპორტით დავიწყე, ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ ძალიან უცნაური ფეხბურთელი ვიყავი. მწვრთნელი ძირითადად იმას ამბობდა, რომ კაცო, ეს ბიჭი თუ ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთი ითამაშობს. გასახდელში რატო ყავს ამდენი ხალხი გამოკეტილი და ტრიბუნაზე ისე დავსავდი ყველას ის გასახდელში ან ლექსს წავიკითხავდი, ან იგავარაკს წავიკითხავდი, ან რაიმე საინტერესო მონოლოგს და თამაშის დროსაც ძალიან ისეთი უცნაური ფეხბურთელი ვიყავი. ერთხელ პატარა კურიოზიც მოხდა, მწვრთნელი მეჩხუბა, ჩემი გუნდი კუთხურს აწვდიდა და მე აქედან გოგო მომეწონა ტრიბუნაზე და ლექსი წავიკითხეთ. აი ხო, ძალიან ისე უცნაურად ჟღერს. პატარა ვიყავი მაშინ. გაგიჟდა ჩემი მწვრთნელი, შენ აქ რა გინდაო, შენ წადიო, შენი ადგილი სხვაგან არისო და მას შემდეგ არ მოთამაშებდა. მე იყო ბანაკები, სადაც გაგვივდა ეს ჩემი მოთხოვნილება, იდგმებოდა მრავალი საინტერესო სპექტაკლი, საინტერესო საღამოები და აი იქ უფრო ესე ვთქვათ ავჟიტირდი და უფრო გაჩნდა ეს მოთხოვნილება, რომ აი მინდა რომ მსახიობი გავხდე, რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა სირთულეები, რამოდენიმეჯერ ჩავიჭერი კიდეც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს წამს და იბრძვის მიზნისთვის, ის აუცილებლად მიაღწევს და ღმერთი დაეხმარება ჯერა, აი ამის აი ნამდვილად მჯერა. ვინც შრომობს, ის აუცილებლად მიაღწევს შედეგს. ყველას და ყველაფერს მოერევა, ყველაფერს გადალახავს. თავარია რომ არ გაჩერდეს და იაროს წინ. ნამდვილად. მაშინ მოდი ჩაგეკითხები, რა ხან ფეხბურთი ახსენე, მაინტერესებს რომ არა მსახიობი იქნებოდი თუ არა ფეხბურთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ გუნდებში მითამაშია და
ცოტა დავიტრაბახებ. ძალიან კარგი გუნდელები მყავდა, მაგალითად საქართველოს ნაკრებში თამაშობენ დღეს გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა გუგეშაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი ჩემი კლასელი იყო, ოთარ კიტეიშვილი ჩემი გუნდელი არ იყო, მაგრამ ის ცოტა ჩემზე მოზარდებში თამაშობდა და სულ ტრაბახობ ხოლმე ამ ფაქტით, რომ მე ამ ხალხს ვიცნობ და საქართველოს ნაკრებში აი ასეთი მაგარი ბიჭები მყავს, რომლებსაც მოვიკითხავ და ჩვენს ნაკრებს, რა ვიცი, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ და გადავხდი ძალიან დიდ მადლობას იმ სიხარულისთვის, რაც მოგვანიჭა ჩვენ ყველას ერთად. ანუ მაინც მსახიობი. თუ არაფერს მგონია, ხო, აი მე მგონია, რომ არ ვიცი თუ ეს ცოტა ისე არ ჟღერს ქედმაღლურად, ეს ან გაქვს, ან არ გაქვს და ჩემ შემთხვევაში მადლობა ღმერთს, რომ რაღაც აღმომაჩნდა. ამას ვერ ისწავლი. ეს ან მოყვება, აი როგორც მაგალითად სმენა და სიმღერა შეგიძლია, ან არ შეგიძლია, ესეთი რაღაც მგონია. ან გაქვს, ან არ გაქვს, მოკლედ ეს არ ისწავლება ალბათ. ისწავლება მე შეიძლება დახვეწა. უნდა დაიხვეწო, უნდა ისწავლო, უნდა იკითხო ძალიან ბევრი. და ეს მე ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ამ პროფესიაში, რომ იყოს მსახიობი განათლებული. ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი შრომა, ფიქრი და რა ვიცი, თავდადება. როგორც ისეთ ხარ გალიდან, ცხოვრობდი თბილისში და აირჩია ბათუმი. რატომ ბათუმი? ძალიან საინტერესოა. როგორია ბათუმი? თბილისში რამოდენიმეჯერ მოხდა ისე, რომ ვერ ჩავაბარე სამსახიობოზე, თავიდან კარგად ვიწყებდი, მაგრამ ბოლო ტურებში რაღაც არ გამოდიოდა ისე, როგორც მინდოდა, რომ მომხდარიყო. ბოლოს გავიგე, რომ თურმე ბათუმშიც არის სამსახიობო ხელოვნება, ბათუმშიც ისწავლება და ძალიან კარგი პედაგოგი იყვანდა ჯგუფს მაშინ, გულისხმობ ჩემს პედაგოგს მერაბ ლებანიძეს და გადავწყვიტე, რომ არ დამეკარგა წლები, ესე ვთქვათ, ამდენ წლებში, 2 თუ 3 მცდელობა იყო, თუ არ ვცდები, ერთ მცდელობაზე ჩავაბარე და ეროვნულში ჩავიჭერი. გაგიჟებული ვიყავი, ისევ ნერვიულობდი, რომ რამ ჩამჭრა. შემდეგ წელს მაღალი ხულა ავიღე და მაშინ რა დამემართა გამოცდაზე, აი დღემდე ვერ ვიგებ და არ მესმის, მაგრამ ალბათ იმანი მოქმედა, რომ აი სამსახიობოზე ჩაბარებული მაქვს, ფიქრობ, ერთი ნაბიჯი მაქვს, ერთიც და აი ამ ნერვიულობას ავყევი. სამწუხაროდ ცუდად დასრულდა მაშინ ყველაფერი, მაგრამ საბედნიეროდ ჩამოვედი ბათუმში, ჩავაბარე. თავიდან რომ ჩამოდიხარ, ფიქრობ როგორი ხალხია, როგორ მიგიღებენ, როგორ დაგვხვდებიან, შენ როგორ შეხვალ კომუნიკაციაში, ასე შემდეგ, ჩემი მეუღლე აჭარელი გახლავთ და კი ვიცოდი აჭარაზე ბევრი რამ და აჭარლებზეც, მაგრამ ნანახლა მოლოდინს გადააჭარბა ნამდვილად უნივერსიტეტში შესვლის პირველი დღიდან მე ვიგრძენი სიყვარული, მე თეატრშიც ჩემს ჯგუფელებთან ერთად რო შევედი, იქაც აი ახალგაზრდას როგორ დახვდები, ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფროსი თაობა გინდა, ახალგაზრდა თაობა გინდა, ყველა თბილად შეხვდა, ყველა დადებითი ემოციებით, ყველა ტკბილი რჩევით. ვიგრძენი თავი ისე როგორც საკუთარ სახლში და მე არ მქონია ის ფიქრები, რომ აუ ახლა აქ ჩამოვედი, მენატრება ჩემი სახლი, გადავწყვიტე, რომ აქ გადმოცხოვრებულიყავი, მოკლედ რომ გითხრათ, ისე მომეწონა აქაურობა და ისე მიყვარს ბათუმი. ფიქრობ, რომ ზუსტად ეგ გამოარჩევს ბათუმს სხვა ქალაქებიდან ეს ურთიერთობები? კი, ძალიან თბილი, კომფორტული, ლაღი, მხიარული და რაღაცნაირად ფერადი მზიანია ბათუმი. აი როგორია ბათუმი, ვინმე მომკითხოს, ბათუმი არის მზიანი. პირადად შენ ამ პროფესიაში რა სირთულეებს წააწყდი, ან თუნდაც ბათუმში გადმოსვლის შემთხვევაში თუ შეხვდა რაიმე სირთულე? ზოგადად თუ პროფესიებს ჩამოთვლით სირთულეების მიხედვით, აი ტოპ 10-ს თუ გავაკეთებთ, იქ სამსახიობო ხელოვნება ნამდვილად ერთ-ერთ ისეთ პოზიციას დაიკავებს. აი ალბათ 5-ში, მე 5-ში შევიყვანე. ძალიან რთულია ამ პროფესიაში იყო, ნამდვილად იყო, აი მართლა იყო. პროფესიონალიზმი უბრალოდ სიტყვა არ დარჩეს და მე დავამთავრე, დიპლომი მაქვს, უკვე მსახიობი ვარ, ამას ნიშნავდეს ეს რომ არ იყოს ასე. ძალიან რთულია. ყოველ დღე უნდა გაიზარდო, ყოველ დღე უნდა იფიქრო, არასდროს არ არის ის რომ შენ უკვე მორჩა, ყველაფერი იცი და ყველაფერს კარგად აკეთებ. აი როგორც კი ამას იფიქრებ, მაშინ ხარ დაღუპული ჩვენს პედაგოგს, ჩვენს აუდიტორიაში, ყველაზე მკვეთრად ქონდა წარწერა გაკეთებული, მსახიობი რომელიც ჩათვლის რომ მიაღწია სრულყოფილებას, მას აღარაფერი ეშველება. და მეც ვფიქრობ, რომ ასეა. დღესდღეობით ძალიან მიხარია ჩემი მიმართულებით, რომ დადებითი ემოციები მოდის, ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ
ჯერჯერობით ეს ყველაფერი დასაწყისია. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ ამას. მე ჯერ მართლა არავინ არ ვარ, ჯერ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთო და ხშირად ვიმეორებ ხოლმე რომ ნუ მაქებთ ასე. აი 50 წლის რო გავხდები, უკან რომ გავიხედავთ და ვნახავთ ჩემს განვლილ გზას, რა ვითამაშე, რა არ ვითამაშე, სად გადამიღეს, სად არ გადამიღეს და როგორ ესე ვთქვათ ვიყავი ამ პროფესიაში ამ წლების განმავლობაში. მე კიდე შეიძლება რაღაცა ითქვას, თორემ ასე უცებ დაამთავრე და ერთი როლი ითამაშე, მსახიობი ხარ და თავში აგივარდეს და მე ვარ რაც ვარო იძახო, ეს არის ძალიან არასწორი. მაქსიმალურად თავმდაბალი უნდა იყო ამ პროფესიაში, მაქსიმალურად შრომის მოყვარე და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის წყალობით შრომის შედეგად ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა ზოგადად ჩვენ საქმიანობაში. ვიცით რომ ძალიან უყვარხარ მაყურებელს. მადლობა პირველ რიგში ეს რომ აღნიშნეთ და ძალიან მიხარია აქვე დავაფიქსირებ ამას რომ მე დღეს მაქვს იმის ბედნიერება ვიმუშაო ტელეკომპანია იმედში სხვადასხვა შოუებზე თითოეული შოუ განსაკუთრებულად მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ იყოფნით ჩემს ფუნქციას რაც შეეხება მე მევალება აი მაგალითად სანამ დაიწყება შოუ და მაყურებელი შემოვა დარბაზში ამ მაყურებელთან კომუნიკაცია მხიარულება ესე ვთქვათ გახურება შემზადება იმისთვის რომ როცა დავიწყებთ უშუალოდ პროცესს ეს მაყურებელი იყოს მზად რომ მაქსიმალურად იმ გადაღების პროცესში იყოს ჩართული აი მაყურებელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა შოუში რაც არ უნდა მაგალითად ცეკვავენ ვარსკვლავები რო ვთქვათ ხო რაც არ უნდა მაგარი ნომერი იცეკვოს წყვილმა მაყურებელი თუ მაქსიმალურად არ შევიდა იმ პროცესში და ცოტა მორიდებულად იყო არის ხოლმე კატეგორია მოდის ადამიანის ცოტა მორიდებულია რაღაცაერიდება და ნელა აი მე მევალება რომ მას ეს მორიდება მოვაშორო და მაქსიმალურად ისე ვაგზნობინო თავი როგორც საკუთარ სახლში და აქვე დავამატებ იმას რომ ტელეკომპანია იმედისგან მე ყოველთვის მქონდა გვერდში დგომა დაახლოებით მალე 10 წელი გახდება რაც ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობ იცოდნენ ჩემი სურვილის შესახებ რომ სამომავლოდ მინდოდა მეტი და მეტი და ძალიან მალე ძალიან კარგი სიახლეები იქნება ჩემს ცხოვრებაში ისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მაკა ლომიძეს ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თამარ ქალს ქვეყნის თვალს ეს გახლავთ ადამიანი მიხვდება ის ვიზეც ვამბობ ვინც იმედში მიმიყვანა ესე ვთქვათ და ჩემს იქ რეალიზაციას ხელი შეუწყო როგორც ვიცით, ცხოვრობ ბათუმში. როგორ უმკლავდები ბათუმში ცხოვრება, ის 4 გადაცემის მერე აქეთ მსახიობობა. კი ბატონო, გეტყვით. მოკლედ ეს 4 გადაცემა ხო 4 ერთდროულად არ გადის და არის პაუზები. არის პერიოდები, როცა რაღაც გარკვეული დღეები ვარ საჭირო. ყველა მიცის რომ ჩემთვის რა თქმა უნდა ნომერ პირველი არის ჩემი პროფესია და თეატრი. იმედიდან ამ მხრივაც მაქვს ხელშეწყობა. იმიტომ რომ როცა მე აი დავუშვათ ახლა სპექტაკლი მქონდა და ვერ ჩავედი რამოდენიმე ჩაწერაზე, ჩემი ძმაკაცი მყავს გიორგი დარჯანია, მოვიკითხავ მას, რომელსაც გამოსდის ეს საქმე. და ის ჩამანაცვლებს ხოლმე, როცა ასეთი რამ მოხდება და ხანდახან ერთადაც ვმუშაობთ. ამ მხრივ თეატრისგანაც მაქვს ხელშეწყობა და ტელევიზიისგანაც მაქვს ხელშეწყობა. წამოსვლა კიდე მე არ მეზარება, თან მით უმეტეს ადამიანი რო დაოჯახდები, მე არაფერი არ გეზარება. პასუხისმგებლობა იმატებს და საერთოდ უნდა იყო ყოველთვის მობილიზებული და მზადყოფნაში რომ წახვიდე წინ და წინ. სიზარმაცე დაივიწყეთ. არასდროს არ იზარმაცოთ. ხანდახან შეიძლება საჭიროა. ცოტა რომ გადაიღლები ხანდახან არის ხოლმე რომ 1-2 დღე არაფერი არ გამაგრო დამას ვერ, მაგრამ აი როგორც კი 1-2 დღე გავა, მაშინვე უკვე ახალი შემართები. რომელი უფრო გირჩევნია, თეატრი თუ კინო? თეატრი არის ნომერ პირველი, ესე რომ ვთქვათ და უფრო თეატრში ვგზნობ თავს კომფორტულად. კინოში იმდენი გამოცდილება არ მქონია ჯერჯერობით. იყო სერიალები, იყო რაღაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი, იყო რეკლამები და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ მე იცით რა მიყვარს განსაკუთრებულად. აი კინოში დაუშვათ ვიწყებთ გადაღებას, რაღაც შეგვეშალა, ახლიდან ვიწყებთ ერთი კადრი, მეორე კადრი და აი პროცესი დაიწყო, შეწყდა. კი, ეს თავის სირთულე აქვს, მე არ ვამბობ რომ ადვილია, ძალიან რთულია, მაგრამ აი თეატრში მიყვარს ის რომ აი უწყვეტი პროცესია. აი გადიხარ მაყურებლის წინაშე
იწყება სპექტაკლი და სანამ არ დამთავრდება, იქ რამე რომ შეგეშალოს იმპროვიზაციით, შენ უნდა გამოასწრო, რომ რაღაცა ისე არ წავიდეს, არ უნდა შეიმჩნიო და აი თავიდან ბოლომდე იქ უნდა იყო ჩართული მაქსიმალურად. აი ეს რაღაცნაირად ძალიან ხიბლავს და აი მავსებს ენერგეტიკულად და თან გრძნობ მაყურებელსაც. ხო, აი სცენაზე აი მე პირადად ყოველთვის გრძნობ რომ დარბაზში მაყურებლის ენერგია და ეს ენერგია, აი ხანდახან იმასაც ვგრძნობ, აი დადებითია, ცოტა აი არის მაყურებელი ხანდახან ისეთი ენერგია მოდის, რომ აი არ ვიცი, უცებ ინთები და უცებ რაღაცნაირად ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მაყურებელს დაელოდო, როდის მოვა ისეთი, რომ აი ყოველთვის მზად უნდა იყო და ეს ცალკე სირთულეა, იმიტომ რომ სპექტაკლი წარმოიდგინეთ ერთხელ რომ ითამაშებ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, მერე და მერე რთულია თუ შენ ესე ვთქვათ დაკმაყოფილდი მიღწეულით და ყოველ ახალ სპექტაკლზე არ იფიქრე ახალი რა შევძინო ჩემს პერსონაჟს, ახალი რა გავაკეთო, ახალი რა მოვიფიქრო და წერტილი არ უნდა დასვა მოკლედ. ყოველთვის უნდა იყო ესე ვთქვათ განვითარების პროცესში. ალბათ ამ ეტაპისთვის ალბათ არა თეატრი. თეატრი. გადავდივართ უკვე ჩვენი გადაცემის შედარებით არაოფიციალურ მხარეზე. ბლიც კითხვებზე. ბატონო, სად ვარ? საოცნებო როლი. საოცნებო როლი მაქვს, არის რამოდენიმე, რაზეც არავისთან არ ვსაუბრობ და მისჩენია რომ ჩემთვის დავიტოვო, მაგრამ აქვე ხაზს გაუსვამ იმას, რომ ყოველთვის მიხარია, როცა რენდომ მოდის როლი და ასე ვთქვათ, არ ვიცი რა უნდა ვითამაშო, მაგრამ თეატრს თუ კინოს? ორივეს. ორივეში არის. ორივეში, ოღონდ ძალიან მინიმალურად, აი 1-2 შეიძლება იყოს ორივე მიმართულებით. დანარჩენი ყოველთვის მიხარია, როცა ეს ხდება, აი 8 არელი, 8 არისი რა უნდა ითამაშო და ასე შემდეგ. მაშინ გისურვებ, რომ მალე დამთხოვეოდეს ეს შენი საოცნებო როლი. გაიხარე, გაიხარე. შემოთავაზებას. შენ ცოტა ასაკია საჭირო ამ როლებისთვის, მაგრამ ნახოთ რა როგორ წავა. სიტყვა რომელიც ყველაზე კარგად აღგწერს. სიტყვა რომელიც ყველაზე კარგად მე მგონი ტამანგო. აღწერს, ალბათ ტამანგი. მადლობა. დამეხმარე შენ. ტამანგო. ნამდვილად, ყველაფერს ამბობს უკვე. საყვარელი ფილმი. ძალიან საყვარელი ფილმი, ცხოვრება მშვენიერია. რობერტ ოპენინის ფილმი. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? Manchester United-ს გულშემატკივრო და ფეხბურთით ძალიან მიყვარს ეს აღნიშნე კიდეც ჩვენს საქართველოს ნაკრებს რომ მოვეფერე. აი ძალიან მინდა უნარებს ვფლობდე, როდის მოიგებს ჩემი გუნდი და როდის არა რომ ვიცოდე და არ დამაწყდეს ნერვები, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის ეს და ალბათ ამას. რაღაც უცებ. ძალიან საინტერესოა. და მიწიერი უნარებიდან რას დაიმატებდი რომ მქონდეს საშუალება? აი ესეთი უნარი რომ მქონდეს, რომ ვისაც შევხედავ, იყოს ბედნიერი, არ შიოდეს, არ წყუროდეს, სახლი ქონდეს, კარი ქონდეს და არაფერზე არ ქონდეს სადარდებელი გარდა იმისა, რომ იმუშაოს, იშრომოს და ცხოვრება გაატაროს ტყუილად. შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს ძალიან მაგარი იქნებოდა და ჩვენს ქვეყანას ვსურვებ, რომ რაც შეიძლება მეტი ბედნიერი ადამიანი იყოს. სანამ ბოლომდე დავასრულებდეთ გადაცემას, მანამდე რაიმის თქვა ხო არ გინდა, ან მაყურებლისთვის, ან ზოგადად მოგისმენთ სიამოვნებით. მე მინდა გადავიხადო ძალიან დიდი მადლობა. გადავხადო ჩემს მეგობრებს, ნუ ოჯახს და ყველას. მე ძალიან ბევრი გულშემატკივრობს, ეს მე ძალიან მიხარია, ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს. თუნდაც სოციალურ ქსელში, თუნდაც ზარებით, თუნდაც როცა შემხვდებიან ქუჩაში და მაბედნიერებს, ადამიანები მე მაბედნიერებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ქალაქს, რომელმაც მე მიმიღო. დიდი მადლობა მინდა გადავხადო თეატრს, სადაც მე დღეს მოღვაწეობ, მოვიკითხო ყველა ჩემი მეგობარი, ვინც იქ არის. ძალიან დიდი მადლობა შენ, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა, დიალოგი ძალიან საინტერესო გამოგვივიდა და ვფიქრობ, უფრო კარგად გავაცანით ტამანგო მაყურებელს საგადაცემას. გავიცანით ჩვენ. და ჩვენს გავიცანით, რა თქმა უნდა. კი. და ჩვენი მეგობრობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. გაგრძელდეს და იყოს წარმატებული. ახლა ჩვენ გვინდა რომ გავესაუბროთ დედას და ამიტომ კი ბატონო, დედა ჩემი არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი, ნუ რა თქმა უნდა, მამა ჩემი, ჩემი მეუღლე, კი მესმის ყველა ჩემი ნათესავი ახლობელი, დები, ძმები, დიშვილები ყველა, მაგრამ აი ჩვენს გავიცნობთ ახლა დედას ახლოს. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ძალიან საინტერესოა როგორი ბავშვი იყო ტამანგო ბავშვობიდან. რომ მოვუყვეთ ისტორია. მადლობა დიდი მოწვევისთვის. ტამანგო იყო ბავშვობიდანვე
არტისტული მონაცემებით დაბადებული მე ასე ვიტყვი. ქონდა ეს მონაცემები მაგას. და იყო ძალიან კეთილშობილი ადამიანი ეტყობოდა. რაც დღეს არის და მეთანხმება ძალიან ბევრი მეგობარი მისი, როგორიც არის ტამანგო, არის თავმდაბალი. აი არ უყვარს ზედმეტად რომ ვაქებ ახლა გამიბრაზდება ვიცი მერე. ეს არ უყვარს ნამდვილად და არ ვიცი როგორ გითხრათ. კიდევ მომავალში ვნახავთ უფრო და უფრო რომ წლები გავა ტამანგოზე ბევრი ისტორია დაიწერება ალბათ თავის ადამიანობაზე, მეგობრობაზე, უღალატობაზე, რომ ძალიან ვიამაყებ ამით, მე ასე მგონია და ვიქნები ბედნიერი დედა. და რაიმეს ხომ არ უსურვებთ ჩვენ გადაცემას და ჩვენი გადაცემის მაყურებლებს? მე თქვენს გადაცემას წარმატებებს უსურვებ, ძალიან დიდად მოხარული ვართ ჩვენ ბათუმში რომ ცხოვრობთ და ჩემ შვილს ბათუმმა აჭარა მისცა შანსი რომ დამდგარიყო იმ ნანატ საოცარ სცენაზე და ძალიან დიდი მადლობა თქვენს. მადლობა. გაიხარეთ.